სალამი მეგობრებო, ცოტა მიგვიანდება ვიდეოს დადება, მაგრამ იმედია მოგბატიებთ. გამოვედი ისევ ტბის ლოკაციაზე, სადაც ვაპირებ თევზაო ზედაპირულებით და ქვედაპირულებით. ვეცდები დავიჭირო დღეს შედარებით მოზრდილი სნეიქედები, გამიზნულად სნეიქედებზე გამოვედი. იმიტომ რომ ბოლო ვიზიტის დროს ძალიან მოზრდილი სნეიქედი დაცურავდა. ხო და მინდა რომ შეძლების დაგვარად, რაც შეიძლება დიდი ზომის სნეიქედი დავიჭირო და ესე ვთქვათ პირადი რეკორდი დავამყარო. ასე რომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და დასაწყისშივე გამოიწერე არხი და ალაიქე ვიდეო. ოჰო, პატარა საგიზეთია მართლა. ხტუნაობს თევზი. ჩვენ გვინდა დღეს რეკორდის მოხსნა სნეიქედებზე, ასე რომ აი აქ არის ეს გაუსუფთავებიათ თან ბალახისგან. აი აქ აი ამ ხიდთან, ხიდის ქვეშ წინებზე რო ვიყავი, არ ვიცი, გიგანტური სნეიქედი დაცურავდა რა, იქნებოდა დაახლოებით მეტრაზე დიდი ალბათ. ჩემი ულტრალაითი ჯოხით რამდენად მომერევი არ ვიცი, მაგრამ სტაბედის მონახევრია უფრო დიდი თევზების ყავს დაჭერილი. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ეს ძალიან გიждდება ნაპირთან რა. ნაპირზე გამოყვანა არის ხოლმე მისი რთული. ესე რომ ეხა სატყუარას დავაბავ, გავშლი ჯოხს და ყველა მხრიდან მიუდგები აბსოლუტურად. დღეს რეკორდი უნდა მოხსნა. ეს ტოპ-ვოთერზე ისევ კლასიკურად ჯერჯერობით ვერ დავუმოყავი და ამას გახედე მგელი ყავს. ოღონ მართლა მგელი არის. ანუ ტიპ პარკში მგელს ასეირნებს ხო რაღაცა. ან მგელი ან კოიოტი რა. და თავარი რა არის ახლა, რომ მეჯიქსა თვალეებით, რომელიც ანარეკლს აშორებს, ძალიან მარტივი ხდება თევზაობა, მით უმეტესაც წყალი დაბალი არის, შედარებით მაქსიმუმ მუხლებამდე არის რა. მსგავს წყლებში ეს სათვალე ნებისმიერ ძალიან მეხმარება, რომ ანარეკლი მოაშოროს და თევზი თუ დგას სადმე, მარტივად დავინახო და მარტივად მივაწვა და შემდეგ სატყუარა. ერთი კაი დაზორვა კიდე უნდა გავაკეთო აქ თუ არის რამე. აუცილებლად გავუტარებ და თუ არა და უნდა ჩავიდე უკვე ქვემოთ, სადაც ვიცი რომ კატესტილია და ვიცი რომ უფრო მეტი სნეიქედი დგას, შედარებით პატარა ზომები არის, მაგრამ უშავს მაგაზეც არ ვიტყვი ახლა უარს კაიფისთვის, ესე რომ ქვემოთ მოვუწდი ცოტა ხანში. ძალიან ფრთხილი თევზია, ვერსაიდან ვერ მივახლოვდი, კაროჩი და თან ცოტა არა კომფორტული ადგილი არის, მაინც ხიდზე ვარ და ორივე მხარეს კი ვაკონტროლებ თევზს, მაგრამ თევზის მაკონტროლებს აქეთ, ანუ ხედავს საიდან მოვდივარ და პატარა გაფაჩვენებაზეც ეგრევე გარბის რა, ანუ ფსკერზე ჩადის და ჩვენ მასე არ გვაწყობს.
ვა დაჯდა ოპა ნაპირისკენ მოდის პირდაპირ წასვლის წინ შვენიერი ზომა დაჯდა ფრთხილად უნდა ვიყო რომ დაიღალოს ცოტა ძალიან ცუდია უნდა იყოს დაახლოებით 2 კილომეტრი. Там. Урам хела, бичо, хорхата. Сан მაგარი ზომა, хорхата. ძალიან წკიპზე აქ და. 哎呀，上来了。 那个鲢鱼还刮呀，sans skipze. 能拖上来，给你扣吗？哇，在家里呢。你瞅着。오케이. გაგიზდა ისევ წავიდა. აჰა, დაიღალა. Uff. Так. Опа. Ferry. ეს წინოზე
ბევრად დიდი. შიში. წინასთან შედარებით ცოტა მოზრდილია. კარგად იბრძოლა. ესეთი. სიამაზე. გიგანტი იქნება დაახლოებით 2 კილოდან 3 კილოს შუალედში. იმდენად გადაღლილი ვარ დილის თევზაობით, ადრე გაღვიძება წამოსვლა ის რომ ისეთი ემოციები არ მაქვს როგორც ჩვევია ხოლმე რა. მაგრამ შინაგანად იმენად სახცახებ ასწორებს. რა ზომის თევზიც არ უნდა იყოს, რა სახეობის თევზიც არ უნდა იყოს. როცა თევზაობა გიყვარს ეს საქმე, ეს სპორტი. დღეში თუნდაც ერთი თევზი დაიჭირო, უკვე კმაყოფილი ხარ რა. ისე რომ დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და გავაგზავნოთ თევზაობა. Goodbye. Опа. Ui, me კიდე იმხელა, ბიჭო. ამას აშკარად რაღაცა ჭირს. ამას ცოტა თვალები განზე აქვს. რა, დაახლოებით იგივე ზომა არის, ოდნავ პატარაც. ესეთი, ამას ვაჩუქებ უკვე ჩინელებს. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. ვამთავრებ თევზაობას. სამსახურში მეჩქარება მოკლედ და თუ მოგეწონა ვიდეო დაალაიქე, გამოიწერე არხი და შევხვდებით შემდეგ თევზაობაზე. დროებით.